პლუტონი შენ გეცნობა ეს ენერგია რასაც ლაპარაკობთ აი სატურნი თუ ყინავს პლუტონიც ყინავს ოღონდ ეს აღარ არის უკვე რომ არ გვცნობ ეს არის რომ როცა არის პლუტონი აქტიური ეს არის ჩუმი ფარული გავლენები აი სატურნიც ხო არის გავლენა რომ ის ბოსი არის ფაქტობრივად ის მართველი უნდა იყოს ხელმძღვანელი უნდა იყოს პლუტონსაც ეს უყვარს ოღონდ ეს არის უფრო ემოციებიც ზაფრი შეგრძნებები სატურნის ენერგიის ჩვევი არ გვინდა რომ რამე ვიგრძნოთ და პლუტონის შემთხვევაში ეს უფრო თუ არის ობსესი მაგალითად აი პლუტონმა იცის უფრო ასტროფსიქოლოგიურად აკვიატებები შიშები კლინიკურ ფსიქოლოგიურ დახასიათებაში რომ მოვიყვანოთ პლუტონი აი მწიფნელის შიში პლუტონური ენერგია მაგალითად რაღაცა ცუდის შიში ცუდი წინადგრძნობები თითქოს საზღვრის დაკარგვა აი ენერგეტიკასთან კავშირში მაგრამ მე ყველა ადამიანის ენერგიას გრძნობ რომ ამბობენ ხოლმე ეს პლუტონური ენერგიები არის სატურნის შემთხვევაში ეს არ არის საერთოდ ურანის შემთხვევაში საერთოდ არც კი ხედავ ქვევით რა ხდება იმდენად ჰაერში ვარ და პლუტონი ეს არის რომ მე ყველას ენერგიაში ვარ და ზოგჯერ ეს აკვიატებაც არის აი მაგალითად რომ აი ის ყველა მემტრობს უსაფრთხოება ჩვენთან სატურნთან არის ისო პლუტონთან არის კავშირი და უსაფრთხოების რღვევა აი საბაზისო უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენთან მერვე სახლი პლუტონი მორიელი აი ეს ტრიადა არის ჩვენთან ხო ეს ერთი ენერგია როცა მაგალითად რუკაში უყურებ პლუტონურ ნეგატიურ ასპექტებს მან სხვაში ძლიერი ძალაც არის ნეპტუნისგან გასხვებით ნეპტუნზე ვილაპარაკებთ იმ ხრივ რომ თუ სატურნის შემთხვევაში მე ჯიუტად არ ვიცვლები და მე ჯიუტად ვარ ის რაც ვარ პლუტონის შემთხვევაში უწევთ შეცვლა აი პლუტონი იმდენად რთული პლანეტაა ჩვენთან რომ და კვადრატურობის შემთხვევაშიც იცულებული ადამიანი რომ სიმართლე გაარკვიოს აბსოლუტურად ეს მე მაგიტომ უფრო მე სიმპათიურება პლუტონური ენერგია რომ ის არაფერს არ დატოვებს საიდუმლოს ყველაფერი უნდა ამოიღოს და ისიც თუ მე მეჩვენება რომ ვიღაცები მემტერებიან მომიწევს რომ გავარკვია რომ მეჩვენება ნეპტუნისგან განსხვავებით და აი აქ მაგალითად ფსიქოპორტრეტებში ხა ჩვენ ხშირად აი შიშები აკვიატებები უნდობლობა პირდაპირ არის პლუტონთან შემოსული შეიძლება კარგი ასპექტებიც გქონდეს პლუტონის მაგრამ ცუდიც თუმცა მძიმე არის გადასატანად შენ ხდები რაზე მაქვს ლაპარაკი და აი ფსიქოლოგია ამას ყველაზე ხშირად კლასიკურ შემთხვევებში ძიმე და დატვირთული ეს პლუტონიანური ასპექტები აი ყველაზე ხშირად ვლინდება დიაგნოსტირებულ ფსიქოპათოლოგიაში. ხშირია. რაზეც შენ საუბრობ, პარანოია, პარანოიდალური შიზოფრენია, პარანოიები და ობსესიები, კომპულსიები, ასევე აგრესია რომ მოსდევს თან ეს შეიძლება ფობიები და ძლიერი შიშები, ძალიან ძლიერი შიშები, ინტენსიური შიშები, ტრანსფორმაციის ინტენსიური შიშები, არ აქვს მნიშვნელობა, ხა სხვა შიშები შეიძლება იყოს, მაგრამ ზოგან სიკვდილის შიშია, ზოგან რაღაცა იპოქონდრიული შიშია, რომ რაღაცა დაავადება, ვთქვათ, იქ ხშირია, რომ აი ამის სიმსივნე ხო არ მჭირს. ერთი სიტყვით, პლუტონიანური პროცესი ველშიც და პლუტონიანური დინამიკა ყოველთვის გადის კონტროლზე. პლუტონის ტრავმა, ალბათ ვიტყოდი, რომ ეს არის ადრეულ გამოცდილებაში სიტუაციები, სადაც ადამიანმა დაკარგა განცდა, რომ კონტროლი აქვს სიტუაციაზე და აი სიკვდილის სიცოცხლის და გადარჩენის მომენტები, სადაც იგრძნო უსუსურობა, სადაც ძლიერი მატრამირებელი მოვლენები, ხშირად ეს არის კოლექტიური მოვლენები, ომები. კი, პლუტონი რაღაც ჯგუფთანაც არის კავშირში. ჯგუფური ენერგია. გარემო მემტერება მე ეს აღქმა არის. კი, კოლექტიური ენერგია, ხო, რომ რაღაც არის რომ რევოლუციების დროს არის ხშირად მიწისძვრები, კატაკლიზმები, პირადად მე მაქვს პლუტონიანური გავლენები და ჩემს ბავშვობაში იყო ეს გამოცდილებები, ხო, სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ და ძალიან ისე ვთქვათ, პიროვნულ საზღვრებში ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემს პრაქტიკულად ეზოში და აი
ადრეულ ბავშვობაში კონტროლის დაკარგვის განცდა, რომ სამყაროში თითქოს აბსოლუტურად ეგზისტენციალური სარჩული მოირღვა და არსებობა არ არსებობა უცბად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და იგრძნო განცდა, რომ არის უსუსური. აი ეს არის პლუტონიანური ტრავმა, რომელიც მომავალში აყალიბებს პიროვნებას, რომელიც ხშირად შეპყრობილია კონტროლით, ის ყველაფერს ცდილობს, რომ ყველა განმეორება ცხოვრებაში აკონტროლოს. გავლენა კონდეს გარემოზე, გავლენა კონდეს ან თავის ემოციებზე. რასაკვირველია, მათ შორის ემოციები. რაღაცას უნდა ვაკონტროლებდე, სიტუაციას უნდა ვაკონტროლებდე, ან ჩემ თავს. ეს მაინც აქვს. კი და ალბათ აჩვენებს სახლი, ნიშანი, რაღაცა, ხო, აი კონკრეტულად სად გამოვლინდება, მაგრამ აი ეს როგორც ფსიქოანალიზში ხამას ეს ეძახიან ომნიპოტენტი, ყოველი შემძლეობის კონტროლი რა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული დაცვითი მექანიზმი, როდესაც ზოგადად ფსიქოპათიაში ხშირია ესა, აი მძიმე ფსიქიკურ დიაგნოზებში ესე უწოდეთ, ხო? ხო, აი ეს ენერგია ჩვენთან სვაი მძიმე გამოვლენა ეგ არის. როგორც არის, აი ყოველი შემძლეობის კონტროლი ძალიან ხშირად არც თუ ისე იშვიათად ყოველ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ ამ ადამიანებს უწევთ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციების გავლა და მიზეზი სწორედ არის, რომ ენდოსამყაროს და ესე ვთქვათ, სასიცოცხლო ენერგია არ ხარჯოს კონტროლში. ესმით? თერაპიაში ძალიან რთულია მათ მუშაობა, იმიტომ რომ თერაპიაში ის ყოველთვის ცდილობს დომინაციას. კონტროლის თერაპიას აღიქვავს როგორც ზოგჯერ ადგილს, სადაც არის ესე ვთქვათ, კუნთების თამაში, ვინ უფრო ძლიერია, უნდობლობა ხშირად, არის პარანოია, არის ეჭვები და ცდილობს ძალიან ხშირად, რომ თერაპიულ პროცესში, ესე ვთქვათ, დაჩვენოს, რომ არის ყოვლის შემძლე და ესე ვთქვათ, არ აქვს. ან იგივე უნდა თერაპევტში იყოს. ხო. ან ამას აპროცირებს თერაპევტზე, ხო? და რთული დინამიკა გააჩნია, ეხლა გააჩნია ალბათ სად როგორ კონფიგურაციაში ხდება, მაგრამ ერთი სიტყვით, ჩემი დაკვირვებით, ეს არიან ადამიანები და მათ ფსიქოლოგიურ ბიოგრაფიაში სიტუაციები, სადაც მათ დაკარგეს კონტროლი სიტუაციაზე და ეს აღმოჩნდა მათთვის გამანადგურებელი რეალურ საშუალებებში ეჯახდნენ ოპერაციები, დაუშვათ რაღაცა რთული სიტუაციები, ხო, ავარია შეიძლება იყოს, რაღაცა მძიმე დიაგნოზი, უეცარი ოპერაცია, ძალიან ხშირად არის ძალადობა. ახლა ფსიქოლოგიური ძალადობა არის ინცესტუალური ეპიზოდები, სექსუალური ძალადობა. ხშირად საკმაოდ ტაბუირებული, პლუტონი თვითონ ტაბუა, ხო? ან ტაბუირებული ესე ვთქვათ ველია და არ არის გახსნილი ადამიანი ხშირად. ტრავმული, აი, რასაც ჩვენ ვიზახით კომპლექსურ ტრავმას, ანუ ტრავმას, რომელიც არის კომპლექსური, ხო? მაგალითად, ძალადობა არის, სექსუალური ძალადობა არის შემთხვევები, როდესაც ის ესე ვთქვათ, ხდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს კიდევ უფრო დამამძიმებელ სიტუაციაში ხდება, სადაც ჩართული არის ოჯახის წევრი, ნათესავი და ასე შემდეგ. შესაბამისად, პლუტონიანური ενέργεια რთულს ხდის ჩამოყალიბდეს ეს ისევ და ისევ ნდობა. იმიტომ რომ ის რაც ზიანდება ასეთ დროს არის, რასაც ჩვენ საბაზისო ნდობას ვეძახით რა. საბაზისო ნდობა სამყაროს მიმართ, რომ ეს სამყარო ჩემთვის რა ადგილია, სადაც მტრული ადგილია, სადაც მე თავდაცვაში უნდა ვიყო და მე მელოდება, განადგურება და მე მაგ განცდა რომ რაღაცა გაურკვეველი უნდოვანი ზოგჯერ ძალიან მკაფიო ძალები თქვა ცდილობენ ჩემს განადგურებას, აი შიზოფრენიაში ხშირად არის ხო ბოდვას ეს შინაარსი აქვს, რომ თქვა ადევნების ბოდვა არის, ან ბოდვა რომ თქვა რაღაცა აგენტები მე კონკრეტულად მისმენენ ტელევიზორის მეშვეობით ან რაღაცის მეშვეობით. აი ეს განცდა რომ სამყარო არის ადგილი, სადაც მე განადგურება მელის, აი ეს არის პლუტონიანური ენერგია და
საჭიროა ესეთ დროს ტრანსფორმაცია. აი რაღაცნაირად ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ აი ესეთ დროს მუშაობს საკმაოდ ეფექტურად უფრო ტრანსფორმაციული კიდე თერაპიები, როგორც არ ვიცი, ხშირად არის რომ ფსიქოდელიური აი ესენი მუშაობს უტანზე, რეგრესული ჰიპნოზი, წარმოსახვითი თერაპიები, სამაგრად მუშაობს. პირდაპირ ველში შედიან და აი იქ აკეთებ ენერგეტიკულ ტრანსფორმაციას აკეთებენ ხოლმე. აი ჩემ პრაქტიკაში როცა პლუტონიანელი მოდის, აი ყოველთვის არის როგორც იცით, აი რომ ბევრი მოვიარე ბევრ ასტროლოგთან ვიყავი, ბევრ თერაპევტზე ვიყავი და აი ხა თქვენთან მოვედი მეუბნებით. ეს რას ნიშნავს, იცი, რომ აი კიდე ვიღაცა არის, ვინც კიდე მეტი შეუძლია მითხრას. ანუ ქეკავენ. სულ ცდილობენ რაღაც კიდე უფრო ღრმად ჩავიდნენ. კიდე ეს არის პლუტონის, ეს თუ პოზიტიურად წავიყვანთ პლუტონურ ენერგიას მაგალითად, თუნდაც ნეგატიურ ასპექტებს, მაგრამ აი რაღაც საიდუმლო არის, რომელიც უნდა გავარკვიო. კი და ღრმა კოლექტივურად ძალიან ღრმად მუშაობს თვითონ ეს, იმიტომ რომ ალბათ ვიტყოდი რომ არქეტიპულადაც ეს არის ჩრდილის ველი, ხო, იუნგიანურ სიღრმის ფსიქოლოგიაში, აი რასაც ვეძახით ჩვენ ჩრდილს, ეს ველია. შესაბამისად, იქ არის ყველაფერი, რისიც ჩვენ გვცვენია, რაც ჩვენ გძულს, რის გამოც ჩვენ არ ვიცი, განვიცდით თავს უღირსად, უსუსურად და რისიც ყველაზე მეტად გვეშინია. აი ყველაფერი ეს არის ამ დომენში, ჩრდილში და ეს არის პლუტონიანური ველი. შესაბამისად, იქ ჩასვლა მოითხოვს სიმამაცეს და ალბათ ვიტყოდი, რომ აი მაღალ გამოვლენებაში ჩემი დაკვირვებით ესენი არიან საბოლოოდ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ და ეძებენ ჭეშმარიტებას. რომ გაიგონ სწორი პასუხი, იმიტომ რომ ძალიან მკაფიოდ აქვთ განცდა, რომ ჭეშმარიტება არის ერთი და მას სჭირდება პოვნა. და ამისთვის უნდა შევიცვალოთ მთლიანად, ანუ საერთოდ ატომსაც აღარ ტოვებენ საკუთარ თავში, ისე იცვლებიან. კი. და ტრანსფორმაცია თუ არ არის სულიერი, ხო, ძალიან ხშირად არის ონკოლოგიები, ხო, არ არის ესე, არ ვიცი შენთან როგორ არის, მაგრამ კი, პლუტონი, იუპიტერი, პლუტონი, ეს ორივე მართავს ონკოლოგიებს ჩვენთან. ძალიან ხშირად მინახავს, როდესაც აი არის პლუტონიანური ძლიერი ენერგია, ანუ ტრანსფორმაციის მოთხოვნილება, ესე დავარქვათ, თუ არის გამოკვეთილი ეს პლუტონიანური ენერგია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის პიროვნულ, ესე ვთქვათ, მოთხოვნილება, მისი მოთხოვნილება არის ტრანსფორმაცია და ცვლილება. და რაღაც სიღრმისეულ პროცესში ჩასვლა და ხო, როგორც წესი, ესეთ კოლექტიურ ველშიც, ხო, არა მარტო საკუთარ ოჯახში და საკუთარ ცხოვრებაში, არამედ უფრო დიდ მასშტაბებში. გარემოსცვლილება. და აი ესეთი ენერგია, როდესაც არ არის მიმართული ნაკადში და არ იღებს ადამიანი ამაზე პასუხისმგებლობად, ან უყალიბდება პარანოია. ან უყალიბდება ობსესია და ნაცვლად იმისა, რომ ტრანსფორმაციული ენერგია დაატრანსფორმიროს და იმუშაოს, ესე ვთქვათ, ტრანსფორმაციულ პროცესში, ეს ენერგია მიდის ფობიაში, პროექციაში. არის ხშირად პლუტონიანელებს უმეტესად აი უკვე გააქვთ ვაიმე კი დავიტანჯებობდნენ ხოლმე. ნუ ვიტყოდით, რომ ეს არის კუნდალინის ენერგია, ალბათ, რომელიც არ არის ნაკადში და რომელიც არ არის მიმართული აი სწორედ იმ ალბათ კოლექტიურ ტრანსფორმაციაზე, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით და ჩემი ღრმარწმენით პრინციპში ძლიერი ეს პლუტონიანური ენერგია ადამიანს არ ჭირდება მხოლოდ, კიდევ ძირითადად ჭირდება და ეს მისი დანიშნულება ის არის, რომ შეცვალოს სოციუმი, რაღაც უფრო მეტი ვიდრე მისი პირადი ცხოვრება, უფრო მეტი ვიდრე მისი პირადი რაღაცა ცხოვრებისეული ამოცანები და მიზნებია, უფრო მეტია და თუ ეს უფრო მეტი არ არის და ტრანსფორმაციული პროცესი არ დაიწყო კოლექტიურ ველში, მაშინ ეს ენერგია რეტროფლექსირდება, როგორც ჩვენ ვეძახით ფსიქოლოგიის ენაზე, ანუ ის გარე სამყაროში არ გადის, ბრუნდება უკან და იწყებს აი ამ
დესტრუქციულ, იმიტომ რომ დესტრუქცია და სიმსივნეც ესე ვთქვათ ტრანსფორმაციული პროცესია და ну ცუდ გამოვლენებებში ესე ვთქვათ ცუდ ვარიანტში ამას ხვდებით, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიური მუშაობა საკმაოდ სიღრმისეული არის შესაძლებელი ამ ადამიანებთან. პირიქით, ყველაზე დიდი შედეგი მან და ძალიან დიდი პოტენციალი და ძალიან დიდი გამბედაობა და ძალა, რომ ჩავიდნენ იმ სიღრმეში, სადაც ბევრს ჩახედვაც კი ზარავს. ამიტომ ჭრდილის ინტეგრაცია, მოდი ესე შევაჯამოთ და ჭრდილთან შეხვედრა. ტიპიური პლუტონიანური ისტორია. პლუტონიანური ფსიქოლოგიური პროცესი და დინამიკა და ხო, ეს ესეთია. თუ არ ჩავთვლით ხა იმ სიტუაციებში, როდესაც ადამიანი ზესთან არ ვიცი როგორ არის, მაგრამ აი ზესთან თვითდესტრუქციაში მიდის ხშირად, ხო, რომ ეს ენერგია ცნობიერების შეცვლა. ცნობიერების შეცვლა. აი მთვარესთან ეს არის წარსულის ტრანსფორმირება, წარსული მიჯაჭვულობების, ემოციების და მზე არის ცნობიერება. მე ვინ ვარ? აი ეს უნდა შეიცვალოს თლიანად და სულ აქ ხოლმე რომ აი ადრე სხვა ადამიანი იყო და მეორე ნახევარში საერთოდ სხვა ადამიანია. ენერგეტიკაც, ვიზუალიც, ყველაფერი თუ ისე მიდის პლუტონი როგორც კარგად უნდა მიდიოდეს. ეს არის ადამიანი, რომელიც ცნობიერად საერთოდ სხვა ადამიანია, მე რა ვკან. და ასევე ეხმარება სხვა ადამიანებსაც გაიარონ ის ტრანსფორმაციული, ეს ყველაზე კარგი გამოვლენა. იმიტომ რომ ალბათ პლუტონიანური ენერგია არის ეს ჩვენი კოლექტიური ტრავმა, ხო? ხან კოლექტიური ტრავმა და ეპოქალური რაღაცა ეპოქალური თემები, იმიტომ რომ მე მახსოვს ახლა მე 90 ჩემს ბავშვობაში 90-იან წლებში მაგალითად ძალიან პოპულარული იყო ესეთი მუსიკა, ხო, მეტალიკა, ესეთი ეს ძიმე მუსიკა, ძიმე როკი და მიყვარს პლუტონიანელებს. და აი ეს ის პერიოდი იყო, როდესაც პლუტონი გადავიდა მორიელში და პერიოდი, როდესაც პირველად მე მგონი თორსტები, ანუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, პირველი შემთხვევები შიცის, ანუ სექსუალური გზით გადამდები და ავადები და რაღაცა კოლექტიური ტრანსფორმაცია, კოლექტიური ცნობიერების, რომ თურმე ამ სცენაზე და ვარსკვლავები რაღაცნაირად გაპრანჭული ქერაც სისფერთვალება და ესეთი ბარბის სტილის მომღერლები კი არ არიან, არამედ ძიმე ენერგიები და აი ეს კოლექტიური ენერგია და ადამიანს უწევს ერთი სიტყვით პლუტონიანელს ემსახუროს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ უფრო მეც და დიდს, ვიდრე საკუთარი თავია და დაინახოს პირველ რიგში, ხო? საკუთარი თავი მე დავინახო ფართო კონტექსტში, ანუ მე რას ვაკეთებ საერთოდ ამ პლანეტაზე და ამ სისტემაში. სხვათა შორის ერთ ძალიან საინტერესო არის პლუტონიანელებს ველაპარაკობთ ხოლმე, რომ აი თუ მივა ჩვეულებრივი ასპექტების ადამიანი ჰიპნოთერაპიაზე. აჰა, წავიდეს ბავშვობაში. და თუ მევაო პლუტონიანელიო, ის როიდიდან დაიწყო მისი ინკარნაციებიო, იქ წავაო. და მე რა თქვა, სხვათა შორის ძალიან ბევრი წელი ვიკვლევდი რეგრესულ ჰიპნოზს და პლუტონიანელები აბსოლუტურად სხვაგან გადიოდნენ. იწყებოდა აი სადღაც რომელიღაც ინკარნაციაში, აი თვითონ იდეას კი თემის, რომ ეხებოდი პლუტონთან საერთოდ სხვანაირად იყო. და ეს მძიმე მუსიკაც პლუტონი არის. კლიანად.